მცირე ზომის ოფროუდის მონსტრი თუ ქალაქის ჯიპი. დღეს ჩვენ ჯიპ ჩეროკზე ვისაუბრებთ. საქართველოში თქვენ ძირითადად შეხვდებით ჩეროკს 2014 წლიდან. ის პოპულარული მისი განსხვავებული დიზაინის გამო გახდა. იმ წლებისთვის ეს საკმაოდ თანამედროვე დიზაინი იყო. ავტომობილი ნამდვილად კარგად გამოიყურება, ინტერიერით საკმაოდ გემოვნებიანად არის შესრულებული. გამოყენებული მასალები კი დამაკმაყოფილებელია. ჩეროკის ინტერიერს ვერც ერთ თაობაში ცუდს ვერ ვუწოდებთ. რაც შეეხება ხმის იზოლაციას, ის ამ კლასის ავტომობილისთვის საკმაოდ კარგია. სავალი ნაწილი, როგორც ყველა ჯიპს, ძალიან გამძლე აქვს. გათვლილია ნებისმიერი უგზოობისთვის და დიდხანს არ ფუჭდება. გამოვლობის კუთხით ჩეროკი ძალიან კარგია. სწორი საბურავებით მას ნებისმიერი სირთულის გზების დაძლევა შეუძლია. ხოლო თუ თქვენ ჩეროკის შეძენას ოფროუდზე გასართობად გეგმავთ, მაშინ თქვენ აუცილებლად თრეილჰაუკის ვერსია უნდა შეიძინოთ. ეს ვერსია ჩვეულებრივი ჩეროკისგან განსხვავდება სიმაღლით და ხიდებით. თრეილჰაუკი უფრო მაღალია, აქვს ოფროუდისთვის გათვლილი ხიდი და დამატებითი რეჟიმები სხვადასხვა უგზოობაზე სასიარულოდ. გადაცემათა კოლოფების მრავალფეროვნებით ჩეროკი ნამდვილად არ გამოირჩევა. თქვენ არჩევნის გაკეთება მოგიწოთ 6 სიჩქარიან მექანიკას და 9 სიჩქარიან ავტომატიკას შორის. 6 სიჩქარიანი მექანიკა საკმაოდ გამძლე გადაცემათა კოლოფია და მასთან არანაირი პრეტენზიები არ არსებობს. აქ გადაბმულობაც კი მინიმუმ 200,000 კილომეტრამდე უპრობლემოდ გადის. რაც შეეხება ავტომატიკას, ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი გერმანული ZF9, რომელსაც ჯიპი გრანდ ჩეროკის და ვრანგლერის გარდა ყველა თავის მოდელში იყენებს. ამ კოლოფზე ჩვენ ძალიან ბევრ ვიდეოში ვისაუბრეთ. მას ახასიათებს წარდგმები და სიჩქარეების შეცვლის დაგვიანება. ამ პრობლემებს ზოგჯერ პროგრამული განახლება შველის. ეს გადაცემათა კოლოფი უკვე შეიძლება 100,000 კილომეტრამდე გამოვიდეს მწყობრიდან. საშუალო რესურსი კი 200,000 კილომეტრში ადგენს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ჩეროკი 2014 წლიდან დღემდე ამ კოლოფითაა აღჭურვილი. ჯიპში არაფერი არ შეუცვლიათ. მხოლოდ ყველა ახალ თაობაში შეცვლილია მართვის პროგრამა, რამაც ამ კოლოფის რესურსზე ვერ იმოქმედა. ბენზინის ძრავებში თქვენ შეხვდებით ყველაზე გავრცელებულ ძრავს. ეს 2 და 4 ატმოსფერული ძრავია, რომელიც საკმაოდ გამძლე და უპრობლემოა. მას საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და მინუსებიდან შეგვიძლია გამოვყოთ მხოლოდ მაღალი წვა და ზეთის დიდი რაოდენობით მოხმარება. 2 და 4 ჩეროკის წვა ქალაქში 15 litrში ადგენს. შემდეგი ბენზინის ძრავი ეს 3.2 ატმოსფერული ძრავია. ეს ძრავი ჩვენთვის კარგად ნაცნობი გრანდ ჩეროკის 3 და 6 ბენზინის ძრავის შემცირებული ვერსიაა. ამ ძრავსაც აქვს წყლის გოჭას პრობლემები როგორც 3 და 6, თუმცა 3 და 2-ში ეს შედარებით ნაკლებადაა გამოხატული. სხვა მხრივ ეს ძალიან კარგი და გამძლე ძრავია. არ ახასიათებს ზეთის მოხმარება და ძრავის ჯაჭვი 350,000 კილომეტრამდე შეცვლას არ საჭიროებს. ამ ძრავით ჩეროკის წვა ქალაქში 15 litrში ადგენს. 2019 წლიდან ჩეროკში დაემატა 2.0 ტურბო ბენზინის ძრავი, რომელიც მალევე ისევ ამოიღეს ჩეროკიდან. სამწუხაროდ ეს ძრავი საქართველოში ძალიან იშვიათი და ახალია, ამიტომ მასზე ინფორმაცია არ იძებნება. ამ ძრავით ჩეროკის წვა კი ქალაქში 12 litrში ადგენს. ჩეროკი კორეაში და ევროპის ქვეყნებში შეხვდება დიზელის ძრავებითაც. 2.0 იტალიური დიზელის ძრავი საკმაოდ გამძლეა და რაიმე განსაკუთრებული სისუსტით არ გამოირჩევა. სწორი ექსპლუატაციის პირობებში მისი რესურსი 400,000 კილომეტრზე მეტია. წვა კი ქალაქში 11 litrია. მოდით გავაკეთოთ დასკვნა. თუ თქვენ ხართ ოფროუდის მოყვარული და ეძებთ ავტომობილს გასართობად, ჩეროკი შესანიშნავი ვარიანტია. TL Group უწევს რეკომენდაციას ჯიპ ჩეროკს ნებისმიერ ძრავზე და რაც შეიძლება დაბალი გარბენით.
ეხლა უკვე ავტომობილები შეგიძლიათ TL Group.G-ზე დაათვალიეროთ. ამერიკიდან, კორეიდან და ჩინეთიდან. ამერიკაზე დაჭერისას თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ შეარჩიოთ ავტომობილები ამერიკის აუქციონებზე. ასევე აქვე გაქვთ ტრანსპორტირების ფასები ამერიკის ყველა ლოკაციიდან. თქვენ წინასწარ იცით რა დაგიჯდება ტრანსპორტირების ფასი თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილზე. აქ ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალეა. კორეაზე დაჭერისას თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი უამრავი დაუზიანებელი ავტომობილი. ხოლო ტრანსპორტირების კალკულატორის მეშვეობით შეგიძლიათ გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე, ყველანაირი ზედმეტი დანამატის და გზაში გაძვირების გარეშე. ავტომობილის შერჩევის შემდეგ დაუკავშირდით ჩვენი მენეჯერებიდან ერთ-ერთ მითითებულ ნომერზე. თქვენ 3 ავტომობილის შემოწმება გექნებათ სრულიად უფასო და რა თქმა უნდა გარანტია გარბენზე. ჩინეთზე დაჭერისას თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ ახალი ჩინური ელექტროავტომობილების კატალოგი და ასევე გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე. მეორადი ვერსიების სანახავად კი დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს. TL Group-ი არ არის უბრალო ავტოიმპორტიორი კომპანია. ჩვენ გირჩევთ, რომელი ავტომობილია საუკეთესო თქვენს ბიუჯეტში და რომელი ძრავით. თუ ავტომობილი დაზიანებულია, ჩვენ მაქსიმალური სიზუსტით გითვლით შეკეთების ხარჯებს. ასევე შეგიძლიათ დაზიანებული ავტომობილი ჩაგვაბაროთ და უმოკლეს დროში მას შეკეთებულს დაგიბრუნებთ. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გრძელვადიანი ლიზინგის საუკეთესო პირობებით. ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ყველაზე სანდო კომპანიის სახელს საქართველოში. ოცნებები ხდება ჩვენთან ერთად. TL Group.